Აშთა ანსამბლი ძლევარი შემოგვიერთდა და ესეთი საოცარი განწყობა შემოიტანა ჩვენ სტუდიაში. ისინი ახლახან გერმანიაში 4 ქალაქში იმყოფებოდნენ, სადაც 7 კონცერტი გამართეს. საერთაშორისო საკონკურსო ფესტივალს ძლევარი საპატიო მონაწილის სტატუსით ესწრებოდა, თუმცა ღონისძიება ისე დასრულდა, რომ მაყურებლის და ფესტივალის რჩეული ანსამბლი გახდა. არჩილ როინიშვილი, ლოტვარი და კახა უნაშვილი ანსამბლის ხელმძღვანელი არიან. ჩვენი სტუმრები დილა მშვიდობის, დილორიქში ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი განწყობის შემოტანისთვის ჩვენთან. წარმატებულ გამოსვლას ფესტივალზე. და მოდი დავიწყოთ ამ ყველაფრის შეჯამებით, იმიტომ რომ საპატიო მონაწილის სტატუსით ესწრებოდა მძლევარი საერთაშორისო ფესტივალის ღონისძიებას. კი ბატონო, ეხლაც ემოციების ქვეშ ვარ და ძალიან ისეთი შთაბეჭდილებებით ჩამოვედით, იმიტომ რომ ეს ფესტივალი საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევა. უბრალოდ შერჩევის კრიტერიუმით საკმაოდ რთული იყო და მრავალეტაპიანი იყო. თქვენ წარმოვიდგინეთ სანამ ჩვენ ურთიერთობას გავაგრძელებდით და სანამ მონაწილე სტატუსს მივიღებდით, ეტაპები გავიარეთ, მოგთხოვეს ბოლო თვის კონცერტების ლაივები, მოგთხოვეს ბოლო თვეების საკონცერტო რაღაც გამოსვლები, სურათები, რომ არ ყოფილიყო რაღაც პერიოდით ადრე მიღწევები და რაღაცა ამით არ ყოფილიყო სპეკულირება უკაცრავად, რომ ჩვენ მაგრები ვართ, მაგრამ დღევანდელ დღეს ფორმა დაკარგული გუნდის. მოგთხოვეს ამავე დროს გადავაგზავნეთ სვანური, მეგრული, აფხაზური ტექსტების შინაარსებიც კი ტექსტობრივად რას ნიშნავს, რომ იმიტომ რომ თითოეულ მაყურებელს ჰქონდა დარიგებული ეს ხო რაზე იყო სიმღერა შინაარსობრივად, იმიტომ რომ იმდენად მობილიზებული და მოწესრიგებული იყო და მაღალი დონის კონკურსი, რომ დაამსრე საზოგადოება თითქმის ყველა მომღერალი იყო. ისინიც ერთვებოდნენ ამ სიმღერებში, ჩვენ სიმღერებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მათაც უტარდებოდათ რაღაც გაკვეთილები და მაყურებელიც მღეროდა რაღაც ეტაპობრივად ჩართულობა ყველა მონაწილეს, მუსიკალური საზოგადოება იყო თავის მაყურებელიდან, შემსრულებლებიდან დაწყებული. ჟიურით საკმაოდ მაღალი დონის დირიჟორები, კომპოზიტორები და ასე შემდეგ. ჩვენ წესდებიდან, ფესტივალის წესდებიდან გამომდინარე არ ქონდა უფლება მონაწილეობის მიღება კონკურსში, იმიტომ აქ იყო ზრდასრული მომღერლების და პროფესიონალი მომღერლების გუნდები. არაერთი გრან-პრის მფლობელები, არაერთი პრიზის მფლობელები და ძალიან ისეთი გამოჩენილი ამერიკიდან, ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ძალიან დიდი ჩამონათვალია ქვეყნების, სადაც რჩეული გუნდები იყვნენ. მოხდა ისე, რომ ჩვენ მაინც გავაგზავნეთ, გვინდოდა ძალიან ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება. წესდებით უარი გვითხრეს, მაგრამ ნახეს ჩვენი შემოქმედება, მრავალფეროვნება ბიჭების და დაგვთანხმდეთ, თქვენ წარმოიდგინეთ და საპატიო გუნდად მიგვიწიეს. ყოველთვის აქვს აზრი. კი და გვითხრეს, რომ ჩაგსოვთ ამ კონკურსში და აი ისეთი დიდი და მაღალი დონის გუნდების გვერდზე მოგვიწია ჩვენ ბავშვთა ანსამბლი, ხა მცირეწლოვანი ბიჭებიც არიან აქ და არ ქონდა ამ კუთხით, ხო? მაგრამ მრავალფეროვანი შემოქმედება და რეპერტუარი გაქვს. 7 კონცერტი, ეს არის მარტობერდორფი, მემინგენი. არ არის მარტივი ამბავი და რეპერტუარსაც რო ვისაუბროთ. 4 ქალაქში 7 კონცერტი ქონდა, დილა საღამოთი კონცერტები და თქვენ წარმოიდგინეთ 7 კონცერტის რეპერტუარი არ მეორდებოდა. 7 კონცერტში იყო სხვადასხვა რეპერტუარი და მოცულობით დიდი იყო ჩვენი პროგრამა. ამავე დროს იყო ქართული კლასიკაც, ხალხური, რა თქმა უნდა. იყო უცხოური რეპერტუარიც, გერმანული სიმღერებით შევასრულეთ, რეგერის და რამოდენიმე შუბერტის, რამოდენიმე კომპოზიტორების ნაწარმოები და მრავალფეროვანი გამოსვლა ჟიურის იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ რჩეული, ხალხის რჩეული და გუნდების რჩეული გახდა მძლევარი და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა კონცერტის შემდეგ იყო საარჩევნო ასე ჩამონათვალი, რომელ გუნდს მისცემთ ხმას, ანუ რომელი გუნდია თქვენი რჩეული. და მადლობა ბიჭებს, მათ შემართებას, რომ ყველა კონცერტის მაყურებელმა აღიარა მძლევარი. არჩილთან გადავალ ერთი კითხვი. ყველაზე მეტად რომელი შესრულებით იყვნენ მოხიბული ჩვენი ევროპელი მსვენელები? ჩვენ ალბათ ევროპელებს და ზოგადად უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ვერ გავაკვირვებთ ალბათ ევროპული მუსიკით. დიდად შემსრულებლობით, იმიტომ რომ ერთმანეთს უკეთესი გუნდები იყვნენ და ალბათ ქართული ფოლკლორი არის ის ნათელი წერტილი და ნათელი
მაგალითი იმისა, რომ როგორ აი მართლაც წერტილი ვართ ასე თქვა სოფლიოში და უდიდესი ფოლკლორის უდიდესი მემკვიდრეობა გაგვაჩნია და ამით უფრო ალბათ სხვანაირი მუხტი იყო, სხვანაირი როგორ თქვა შემართება, სხვანაირი ბგერაც კი სხვანაირია თავისთავად იქ მოგიხსენებათ სხვადასხვა მიმდინარეობებია მუსიკალური აზროვნების მუსიკალური შემსრულებლობის და მაგრამ ჩვენი ფოლკლორი ალბათ ამით არის უნიკალური ამ ფოლკლორით რასაც ქვია ბეჭედი დავსვით და თუმცა მე ვერ ვიტყვი იმას რომ ჩამოვარდებოდით მithmetes ესეთი მაღალი დონის გუნდები იყვნენ მაინც საგუნდო აკადემიური ჟღერადობითაც პირველ ტურიც ანუ იქ ტურებით იყო აკადემიური გუნდის და იყო ფოლკლორის განხრით და პირველში საკმაოდ დიდი მოწონება იყო, მაგრამ ფოლკლორი მაინც ჩვენი, ასე ვთქვათ, სავიზიტო ვარათი არის ნებისმიერი. კი, ნებისმიერ კუთხეში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მაინც სხვანაირი ბეჭედი დაისვა, ასე ვთქვათ და იცით რა მაინტერესებს? აკადემიური ფესტივალია, ხო? იქ არის რაღაცა შინაგანი წესი, რომელსაც ყველა ანსამბლი, რომელიც მონაწილეობს, ემორჩილება. ჩვენ გვაქვს უნიკალური სამხმიანობა. და პლუს კრიმანჭული თუ გურულ სიმღერას ვასრულებთ. მე გერმანული სიმღერები შევასრულეთო და ეს ვთქვათ ტრადიციულად როგორც გერმანიაში გერმანელები მღერიან ასევე მღერათ თუ სამხმიანი ვერსიები შევთავაზეთ და ამითაც გავაკვირვეთ. არა, ამ წესდებაში იყო ჩადებული რომ ყველა გუნდს უნდა ემღერა ეს გერმანული სიმღერები და ამით ფასდებოდა გარდა თავის ფოლკლორისა სავალდებულო იყო რამოდენიმე გერმანული სიმღერა შეესრულებინა და აქედან გამომდინარე იყო არჩევა ხო ვინ როგორ ასრულებს ვირა დონით ასრულებს ვირა ინტონაციური სისუფთავით სიზუსტით და ასე რომ ამ კრიტერიუმებითაც იყო შეფასებები სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით მაშინ რას გეგმავთ უახლოეს მომავალში და შემდეგ კიდევ ერთხელ ავაგუგუნოთ და ავაჟღეროთ შარშანწინ ჩვენ გახდით შვეიცარიაში და ზუსტად შვეიცარიიდან დაიწყო აი ეს მოწონება და ეს დაპატიჟება გერმანიაში ამ ფესტივალს. ზუსტად ამ გერმანიამ განაპირობა ის, რომ რამოდენიმე ქვეყნის გუნდების ხელმძღვანელები მოვიდნენ, დაინტერესდნენ და აი ბიჭების შემართებამ გამოიწვია ის, რომ რამოდენიმე ქვეყანა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერჯერობით არ გავასწრებთ მოვლენებს, გვეპატიჟება უკვე სხვადასხვა ქვეყნებში, ასე რომ ვიცი ქვეყნები, მაგრამ ჯერჯერობით თავ შევიკავებ. ისევ ევროპის მიმართულება გვაქვს აღებული. არა მხოლოდ ევროპის მიმართულება, ცოტა შორი გზების მოგვიწევს ალბათ. ძალიან კარგი. ძალიან კარგი, მაგრამ ვიდრე აი ასეთ საერთაშორისო გასტროლებზე გაგიშვებთ, მანამდე ჩვენგან არ გაგიშვებთ სიმღერის გარეშე. გარეშე. თანამდებობით ვიცით 21-ში ხვალ გაქვთ კონცერტი კონსერვატორიაში ხვალსეა და ფესტივალის მონაწილეები არიან, მოკლედ სმენელს კი ბატონო შეუძლია რომ საქართველოშიც ამ შემთხვევაში კი კონსერვატორიაში დაატკბეს მძლევარის შემოქმედებით ამასობაში ბიჭებიც შემოგვიერთდნენ და ჩვენთან დროა რომ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს ორშაბათამდე მშვიდობიანი უქმეები გვინდა რომ გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამ საოცარი შესრულებით დავამთავროთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.